გადაცემის სტუმარი გახლავთ თემურ ჭახნაკია, იურისტი, პოეტი, ინტერნეტ პროექტი. პოეზიარი, ავტორთა და მხატვართა წარმოჩენა დამფუძნებელი. მოგესალმებით, როგორ ხართ? გამარჯობა. კარგად ვარ, თქვენ ხომ კარგად? დიდი მადლობა თქვენს გადაცემაში ჩემი მოწვევისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს ნიკოლოზობას, ჩვენს ტელემაყურებლებსაც მივესალმე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. ბატონ თემურ, თუ შეიძლება გვიამბეთ თქვენზე, რას გვეტყვით თქვენ შესახებ, სად ცხოვრობთ, სასწავლობთ, რას წერთ, თქვენი მოღვაწეობის შესახებ, აი ყველა დეტალი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო. სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის ერთი ლამაზი ცხენისწყლისპირა სოფელი ჩხენიში, სადაც დავიბადე, გავიზარდე, ჩემი სოფლის სკოლა დავამთავრე, ჩემი სოფლიდან გახლდნენ თესეუს ერთ-ერთი დამაარსებელი მსოფლიო დონის მათემატიკოსი ანდრია რაზმაძე და ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი გრიგოლ ჯულუხიძე. ამ სოფელში, როგორც მოგახსენეთ, მე მივიღე სწავლა-განათლება სასკოლო, შემდეგ ჩავირიცხე ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიით გახლავართ სამართალმცოდნე და წელს ჩემი მეგობრის მოწოდებით და ბიძგით მომესურვა რომ მიმეღო აკადემიური განათლება ფილოლოგიის მიმართულებით და ჩავირიცხე საქართველოს ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში და მაგისტრატურაზე და პირველ კურსზე ვარ. ამჟამად მყავს გამორჩეული ლექტორები, ფოლკლორისტი ამირან არაბული, მისი პოეტი მეუღლე ეთერ თათარაიძე, ლიტერატურათმცოდნე ივანე ამირხანაშვილი და სხვები. როგორც ვიცით, თქვენი ინტერნეტ პროექტი პოეზიარი, ავტორთა და მხატვართა წარმოჩენა 10 წლის გახდა. რა შედეგი გამოიღო თქვენმა ამ მიმართულებით მუშაობამ და გარჯამ და თუ დაგიფასდათ აღნიშნულთან დაკავშირებით შრომა? დიახ, 10 წელი შესრულდა, რაც ამ პროექტს მარტო ხელმძღვანელობ. Სუსტად 10 წლის წინ გავიაზრე, რომ იყვნენ ნიჭიერი ავტორები, ახალგაზრდები, მათ შორის ასაკოვნებიც, ვისაც არ იცნობდა საქართველოს მცირე ნაწილიც კი, მათ შორის კოლეგები არ იცნობდნენ ერთმანეთს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემექმნა პლატფორმა, სადაც წარმოვაჩენდი ხელოვანებს, კერძოდ ლექსმწერებს, პოეტებს და შემდეგ ამ პროექტში გავაწევრიანე, რა თქმა უნდა, მხატვრები და საუბარია დაახლოებით 800-მდე კალმოსანზე და 500-ზე მეტ მხატვარზე, ვინც ამ დროის მანძილზე წარმოვაჩინე და ვცდილობ, რომ გავაცნო საზოგადოებას და მე მგონი დადებითი შედეგი მოყვა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანები, ხელოვანები წარმოჩინდნენ შემდეგ მიმდინარე პერიოდიკაში მათ ლექსებს, მათ ნამუშევრებს დაეთმო ადგილი და მე ვფიქრობ, რომ კეთილი საქმეა და ალბათ მომავალში დაფასდება. ჩვენი დიალოგის დასაწყისში მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი ერთ-ერთი ლექსი წაგვიკითხოთ, თუ რა თქმა უნდა იქნება შესაძლებელი. აგიგითხავთ ჩემს ერთ-ერთ ლექსს, ქედმაღლობაში არ ჩამომართმევს იმედია ჩვენი მსმენელი, ავტოპორტრეტი. ჭახნაკია ვიღაცისთვის პოეტია, ვიღაცისთვის გერგილი აქვს მკვლევრის, მოთმინებით იტანს ყოფას ოხერტიალს, მავანთათვის ბინადარი ქვევრის, გზაზე ბევრჯერ წაიქცა და წაბორძიკდა და ხანდახან შეცდომებიც მოსდის, მასზე დარდი გულიდან ვერ ამოძირკვა, ზოგჯერ ცრემლი წვიმასავით მოსდის, ზოგჯერ იცის უეცარი გაბრაზება, ხასიათი აქვს ხანდახან ხისტი და რატომღაც იმის უყვარს დაფასება, ვინც გამხდარა უმნიშვნელო სხვისთვის, რა ხანია სურს ამოსვლა ამ წუმპედან, საქართველოს დამაქცევრებს ქირდავს და აწუხებს, რაც წლების წინ აწუხებდა, იქნებ ბრძოლა, მაინც ბრძოლა ღირდა, ამ ძეძვნარში გზას წვალებით იკვლევს ის, წარმომჩენი მარად სხვათა ნიჭის, უკვე მართლა ექსპერტია ის ლექსის, იცის ყველა ხარვეზი და ხინჯი, რაც დრო გადისცევდა უფრო ემატება, როგორ გაიშინაურა დარდი და საკარგად ვინც არაფრით ემეტება, მგონი კარგავს და კედლებზე დადის. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო თემურ, რას გვეტყვით სალიტერატურო პერიოდიკაზე? გამოიცემა თუ არა საქართველოში ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები და გასცემენ თუ არა ჰონორარს ამ მიმართულებით?
დიახ, ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში გამოიცემა ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები, მათ შორის რამდენიმე მათგანს კულტურის სამინისტრო აფინანსებს და ესენი გასცემენ შესაბამის ჰონორარს. მე უპირველესად მინდა აღვნიშნო გაზეთი, ლიტერატურული გაზეთი, რომლის რედაქტორი გახლავთ ირაკლი ჯავახაძე, პოეტ ვახტანგ ჯავახაძის ვაჟი და მან ჩემს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 1 წელია აქტიურად ვწერ ლიტერატურულ ესეისტურ ნარკვევებს და ბოლოს სწორედ აღნიშნულ გაზეთში დაიბეჭდა ტაბიძეების ტრილოგია, რომელიც შეეხება სამტრედიისადმი მიძღვნილ გალაქტიონის ლექსს, გალაქტიონის ძმის პროკლე ტაბიძის მრავალწლიან მოღვაწეობას ჩემს მშობლიურ სამტრედიაში და ტიციან ტაბიძის ურთიერთობას სამტრედიასთან და მისი ორპირის ციკლის ლექსებს. ამასთანავე მე მინდა აღვნიშნო, რომ სადაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, ქალაქ ქუთაისშიც გამოიცემა არაერთი ჟურნალ-გაზეთი, მათ შორის ყველაზე ისტორიული მინდა აღვნიშნო ეგრეთ წოდებული განთიადი, რომლის წინა რედაქტორი იყო მწერალი ავთანდილ ყურაშვილი და დიდი ამაგი აქვს მას ამ ჟურნალში ჩადებული. ამჟამად თემურ ამყოლაძე გახლავთ რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი სერგო წურწუმია, რომელმაც ჩემი თქმით და ჩემი იდეით არაერთი დამწყები პოეტი წარმოაჩინა თავის ჟურნალში და მადლობა მას ამისთვის. აქვე გკითხავთ თუ შეიძლება როგორია უახლესი ქართული პოეზია და დღეის მონაცემებით იწერება თუ არა ღირებული და ფასეული ლექსები. შემიძლია გითხრათ, რომ ამ საუკუნის პოეზიას ვიცნობ ნორმალურად და რა თქმა უნდა ლიტერატურულად ღირებული ლექსები იწერება, მათ შორის შეიძლება ბევრი შედევრი არ იყოს, მაგრამ შიგადაშიგ გამოერია და გამოქვეყნდა ისეთი პოეტური ნაწარმოებები, რომლებსაც ჩვენ მაღალ შეფასებას მივცემთ. აი მაგალითად უპირველეს ყოვლისა მახსენდება 2016 წელს გამოქვეყნებული მხცოვანი პოეტის ვახტანგ ჯავახაძის ელეგია ყელსაბამი, რომელმაც აღიარება ჰპოვა სალიტერატურო სივრცეში და შეიძლება ითქვას, რომ მეუღლისადმი მიძღვნილი შედევრალური ლექსი არიან ახალგაზრდა ავტორებიც, რომლებიც წერენ, ქვეყნდებიან და თუ ჩვენ 21 საუკუნის პირველი მეოთხედის პოეზიას შევადარებთ გასული საუკუნის პირველი მეოთხედის პოეზიას, თუ გალაქტიონ ტაბიძის ლექსებს გამოვყოფთ გასული საუკუნიდან, შეიძლება ითქვას, რომ ტოლს არ ვუდებთ 21 საუკუნის დამწყები ავტორები, ნიჭიერები, როგორც ასაკოვნები, ისევე ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენლები. რას აკეთებთ სახელმწიფო მწერალთათვის? არსებობს თუ არა კონკურსები და ფესტივალები, ამაზეც რომ გვიამბოთ? დიახ, არსებობს რამდენიმე გამორჩეული ლიტერატურული ფესტივალი, კონკურსი. ამ მხრივ სიმართლე გითხრათ, გამოირჩევა აჭარის რეგიონი, სადაც არსებობს არაერთი ლიტერატურული ფესტივალი. ამ 2 კვირის წინ დაახლოებით ბათუმში გახლდით, სადაც ჩატარდა ლექსების გამოფენა, თუ სწორად მახსოვს მე-14 და მეც ვიღებდი მონაწილეობას ამ კონკურს ფესტივალში, სადაც ათეულში მოხვდა ჩემი ლექსი თბილისის აპოლოგია. ამას გარდა კიდევ არსებობს ფესტივალი ზეკართან და სადღაც 2-3 წელია ბათუმის მწერალთა სახლის ეგიდით დაარსდა ლიტერატურული ფესტივალი შემოდგომის სერენა და მე მონაწილეობა არ მიმიღია და ამ ბათუმის რეგიონის გარდა თბილისშიც არსებობს ფესტივალი, კონკურსი, მათ შორის
კულტურის სამინისტრომ ბოლო წლებია რამდენიმე ლიტერატურული კონკურსი დაარსა, გასცემენ სოლიდურ პრემიას, სადღაც ზოგი 5000 ლარი, ზოგი საპრემიო თანხა ზოგან 3000 ლარი და ასე შემდეგ, მათ შორის მწერალთა სახლი, როგორც წინა ხელმძღვანელის დროს არაერთ ფესტივალს ატარებდა, ამჟამადაც ტარდება კონკურსები, ფესტივალები და იდება მათ გვერდზე და რა ვიცი, მოუწოდებ მე დაინტერესებულ კალმოსნებს, რომ ჩაერთონ, ნახონ წესდება და გაგზავნონ ნაწარმოებები, მიიღონ მონაწილეობა. თქვენს ლექსში, რომელიც წაგვიკითხეთ პირდაპირ ავტობიოგრაფია, ახსენეთ, რომ ერთ-ერთ ფრაზაში ახსენეთ, რომ თქვენ ყველაფერი იცით ლექსის შესახებ, ამიტომ გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, რომელი ახალი ნაწარმოები გაუძლებს დროს? თქვენი შეფასება რომ გითხრათ. ქართული ლექსმცოდნეობის მეტრი აწგარდაცვლილი აკაკი გაწერილია თავისი ნარკვევების წიგნში, ამბობს, რომ ხელოვნებას, ლიტერატურას აქვს ფილტრაციის ულმობელი კანონი. დროის საცერში ტარდება და გატარებულა არაერთი ნაწარმოები, რომელსაც გარკვეული დროის მანძილზე ხალხის გულამდე კი მიაღწია, მაგრამ მაინც დავიწყებას მიეცა, თუმცა აღსანიშნავია მაგალითად რაფიელ ერისთავის პატრიოტული თემატიკის ლექსი სამშობლო ხევსურისა, რომელიც 1891 წელს გამოქვეყნდა და აი თითქმის საუკუნე ნახევარია გასული, მაგრამ ჩვენ გვახსოვს აღსანიშნავია ამავდროულად დუტუ მეგრელის ხოშტარიას ლექსი მე პატარა ქართველი ვარ. ეს ლექსი გასული საუკუნის დასაწყისში 1901 წელს გამოქვეყნდა და ესეც პოპულარული და ცნობილი ლექსია დიდი დროის გასვლის მიუხედავად. როგორც ჩანს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იდეას მოცულობას და იმ შინაარს, რაზეც წერენ ავტორები დროის გაძლების თვალსაზრისით და პატრიოტულ ეროვნულ თემატიკას არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ თვალსაზრისით და ამჟამად დაწერილი გამორჩეული ლექსები რამდენად გაუძლებს დროს, ამაზე შემიძლია მე მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვისაუბრო, დანარჩენს თვითონ დრო და შემდეგი თაობები შეხედავს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ლექსი, რომელიც ქვეყნდება, შემდეგ მას სჭირდება გარკვეული დახმარება, ბიძგი. აი მაგალითად, როდესაც აამღერებენ კონკრეტულ ლექსს, ან სუფრული პოეზიის შინაარსში მოექცევა, მით უმეტეს ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ და სუფრის და ჭამასმის მოყვარული ხალხი, სუფრაც ერთგვარი პიარის საშუალებაა ლექსის, ასევე დეკლამატორებსაც გააჩნია, როგორ წაიკითხავენ და როგორ წარმოჩინდება ეს კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ გასულ საუკუნეში არსებობდა ძალიან ცნობილი პოეტი, აი გალაქტიონზე მეტად ცნობილი და ასე რომ ვთქვათ, გარკვეულწილად დაფასებული გიგო ხეჩუაშვილი, მაგრამ როგორც თქვენ ალბათ არაფერს გეუბნებათ ეს სახელი და გვარი, ასევე ჩვენ მსმენელთა უმრავლესობას, იმიტომ რომ იმის ლექსები ბოლომდე ვერ მივიდა ქართველთა გულამდე და დაიკარგა ეს ავტორი და ალბათ ბევრ ჩვენგანს იგივე ბედიელის. რას ურჩევთ დამწყებ პოეტებს? უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა დიდი ნაწარმოების დაწერის ბიძგი ყოფილა სხვა დროს მანამდე დაწერილი რჩეული ნაწარმოები და შესაბამისად უნდა გაეცნონ ეს ბანალური ჭეშმარიტებაც არის კლასიკოსებს, უნდა იცოდნენ ქართული, მსოფლიო, სხვა ენების პოეზია, გამორჩეული ნაწარმოებები და უნდა წაიკითხონ ანთოლოგიები, რა თქმა უნდა, ფასეულად შედგენილი და ამის შემდეგ მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის კულტურის ამაღლება, რამე თუ ლექსთ წერაზე გამოცემული არაერთი პოეტიკური წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ შეიძლება უკეთ ვერ ვწეროთ, მაგრამ მინიმუმ იმას მაინც გავარჩევთ, როგორ არ ვწეროთ და რა არის ლექსში მნიშვნელოვანი ფასეული მთავარი კომპონენტები, როგორია წინა პოეტების გამოცდილება, შეფასების კრიტერიუმები და საჭიროა ასეთი ლიტერატურად მცოდნეობითი წიგნების წაკითხვაც მე ასე ვიტყოდი. ჩვენი დიალოგის დასრულებამდე მინდა გკითხოთ, ყველაზე ხშირად რომელი ემოცია გაწერინებთ? რა არის ის მუხტი, რომელიც თქვენ კალამთან მიგაჯაჭვებთ?
პირადად ჩემი ლექსების უმრავლესობა მე ვიტყოდი რომ მაინც სატრფიალო თემატიკაში მოიაზრება, უფრო ამ სატრფიალო თემატიკას რაღაცა ტკივილიანი ჰანგიც გასდევს და ამავდროულად მეორე მიმართულება არის სოციალურ ეროვნული საჭირბოროტო საკითხები, რაც ქვეყნის პრობლემებს უკავშირდება და რა თქმა უნდა როგორც პატრიოტ ადამიანს მეც ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა, ჩემი ქვეყნის მომავალი მადარდებს და ამ მიმართულებითაც მაქვს ლექსები და შესაბამისად ჩემი ქვეყნის სიყვარულიც მაწერინებს. ჩვენი დიალოგის ბოლოს თუ შეიძლება კიდევ ერთი ლექსი რომ წაგვიკითხოთ და დავასრულოთ საუბარი. წაგიკითხავთ ჩემს ერთ-ერთ ლექსს. სად დაემალები კაეშნის რადარებს, თუ ხვდები ამ ქვეყნად როგორი მარტონი ვართ, ცხოვრება ხანდახან უგულო რადარის, გარეთ ქარია და ხეების პანტომიმა, მეტროსთან ფურგონით დგას ვიღაც მეძველმანე, წვილი მიუყვება ტროტუარს სიცილით, მოხუცი კაცისგან ვიყიდე ენძელანი, გვერდით მაინც მყავდეს ცოლიან საცოლე, კაფესთან ლოთი წევს თითქოს და ფანტომია, მას იქვე უგდია ბოთლი და მათარა, მე მკლავით შინისკენ ბლისფერი მანტომი მაქვს, დაირგვლივ სულს ხაფავს ბებერი ზამთარი, მაღაზიებს შორის მხატვართა ატელიე, უცხო ტილოებით სავსეა ვიტრინა, ცა როგორც ფურცელი სუფთა და ნათელია, ზეცაში თვალებით დავეძებ თვითმფრინავს, ლიტგაზეთს შევიძენ აქვია ჯიხური, თუმცა ამ გაზეთში არასდროს დავბეჭდილ ვარ, გარემო ვაჭრეთა მადარდებს ჯახირი, გამყიდველს მზერაზე ეტყობა და ეჭვება, ეს გული რატომღაც იმედის სამარია და შენკენ მოვყავარ ოცნების ფაეტონს, ზურგს უკან მომყვება წვიმების სამაია, ვიღაც მეკითხება როგორ ხართ პოეტო, თქვენ როგორ ბრძანდებით, მე გმადლობთ არამიშავს, თქვენი მკითხველი ვარ იხარეთ ნახვამდის და მიაქვს ზეცისკენ ნერვიულ ქარს აფიშა, ასფალტს კი ეტყობა ღრუბლების ნაღვენთი, გაავდრდა სარკმელთან ქარების გშინვა, იქ უხა ზეცაში გრგვინავენ ნაღარანი, კარი შემოვაღე და უკვე შინა ვარ, იქ სადაც წლებია არ მხვდება აღარავინ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და მადლობა ჩვენი გუნდის წევრს ბელას თქვენი მოწვევისთვის. მე კი ჩვენს ერთგულ ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თემურ ჭახნაკია, იურისტი, პოეტი, ინტერნეტ პროექტი, პოეზიარი, ავტორთა და მხატვართა წარმოჩენა დამფუძნებელი.